ადამში იყო შენი სინათლე. პირველად 60 დღეს შემდეგ კი დედამიწას მიაგე პატივი. ადამი შენი სინათლის გამო შეიწყალა უფალმა. არაფატის მთა იყო შეწყალების მოწმე. შენ არ იყავი, ნოეს კიდობანში იყო შენი სინათლე. წყლის ტალღები როცა აღრჩობდა დედამიწას, მიწის გულიდან ამოსული წყალი ჩასწრდებოდა. ეს ღვთისმშობლის ხვაო ვიძახდით. 1001 მიზეზით ატარა ღმერთმა შენი სინათლე. წარღვნის დროს შენმა სინათლე მიხსნა ადამის მოდგმა. ამჯერადაც შენ არ იყავი. წმინდა ისმაილის შუბლზე იყო შენი სინათლე. აბრაამის ვედრება ამაღლდა უკაცრიელი უდაბნოებიდან უფალო. მიწიერ საქმეებში გართულებს შენი წიგნის წამკითხვა